ხელავის ხევზე, პოლიციის რაიონის სამმართველოს მიმდებარი ტერიტორიაზე დიდი შენებლობა და დიდი სამშენებლო ლინია გაჩაღდა. 2012 წლის 22 დეკემბერს ხელავის მუნიციპალიტეტმა გაიტანა აუქციონზე ეს აღნიშნული ტერიტორიები და გამოქვეყნდა გაზეთ 24 საათის 22 დეკემბრის შაბათის გამოშვებაში აუქციონის შესახებ. ეს შეგახსენებთ ორი თვის მოსულია ხელისუფლებაში ქართული ოცნება 27 დეკემბერს უკვე 5 დღეში ჩატარდა ეს აუქციონი და გამოვლიდნენ გამარჯვებულები. არის დარღვევა, იმიტომ რომ 5-10 დღის მანძილად, რომელიც არ შეიძლება აქციის დროში მომხდარიყო, მოხდა ეს აუქციონი დაჩქარებული წესით. ეს თავისთავად ეთვსბადებს, რატომ მოხდა დაჩქარებული წესით. შემდეგ ერთ თვეში მოხდა ამ ოთხილოთის დაშლა, გაკიდვა უკვე სხვა მოქალაქეებზე, ანუ დაშალეს რამოდენიმე ფართად რამოდენიმე გაკეთდა. სულ აუქციონზე სახელმწიფომ გაყიდა 1376 კვადრატული მეტრი. ამ 4 ადამიანს ამდენი მიყიდა და თითოეული კვადრატული მეტრი მიყიდა 73 ლარად, რაც საბაზრო ფასზე ძალიან ნაკლებია და თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც უკვე ერთ თვეში ამ ფლობელებს უჩნდებათ სურვილი იმისა, რომ გაყიდონ, დაშალონ ეს და გაყიდონ ესე, თითოეული კვადრატული მეტრი გაყიდეს $200. დაახლოებით ბიუჯეტმა ახლა 353,000 არის ზარალი. მე აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ხელავის ხევს აქვს იურიდიულად მდინარის სტატუსი და მდინარის ნაპირზე ყოველგვარი მშენებლობა აკრძალულია. ამის უკან დაინტერესებული იყო ხელისუფლება და კერძოდ ხელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი და აი ეს 4 მფლობელი ვიზეც გაყიდეს, ისინი არიან მხოლოდ და მხოლოდ ფიქტიური მფლობელები. ეს ვინ დაადგინა რომ $200 გაიყიდა? ჯერეთი მე მაგის უფლება არ მაქვს საკუთრებაში ჩავერივე ხარ. ვირა გაგიდა ეგ ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ტენდერი გამოცხადებული იყო როგორც ელექტრონული პოსტით, ასევე გაზეთში, როგორც წესია ყველაფერი ისე გაკეთდა. არ ვიცი სად ნახა მაგალითად რა დარღვევები ნახა არ ვიცი ეს, მაგრამ არიან სამსახურები დამუშავებელი. მე მერწმუნეთ რომ ვინ იყიდა ისიც არ ვიცი, ტენდერი როდის ჩატარდა ისიც არ ვიცი. არც ერთ კაცს არ ვიცნობ ფიცავარ შვილებს რა. არ ვიცნობ ვინ არიან, არც სახელით და არც გვარი რა და ხა ვარდოშვილის საჭრაოდ ნამდვილად არ მცადია მილიონი სამუშაო. ეგ მოცლილია ეთქობა ეს კაცი და რაღაცებს რა იმაშვება რა ქვია, ფასტებს ვიღაცებს და შეიძლება თუ არა მდინარის პირას გაიცეს მშენებლობის ნებართვა. რო არ შეიძლება ეს გინაცვლა, ამას ხარ გაკეთებდნენ. ეს შეთანხმებულია საგზაო სამინისტროსთან. რამოდენიმე სამინისტრო წყლის კანონი პირდაპირ კრძალავს იმას, რომ მდინარის ნაპირას მოხდეს მშენებლობა. არ ვიცი, მაშინ მოგაცემენ იმას, რა ქვია, ნებართვას.